ბევრ შეგიმჩნევიათ, რომ ვაშლი ხშირად პრიალებს და ბევრს გონიან, რომ ეს არის ქიმია ან სხვა დაბინძურება. რეალურად ეს სხვა რამე არის. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სულსათის უნებლობის სპეციალისტი. ვაშლის ზედაპირზე ბუნებრივად არსებობს დამცავი ფენა, ცვლის მსგავსი, რომელიც პროდუქტს ბუნებრივად აქვს. ეს პროდუქტს იცავს მაგალითად მალე გაფუჭებისგან, ტენის დაკარგვისგან და ხშირ შემთხვევაში ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან. მაგრამ ხშირად პროდუქტს დამატებით უკეთებენ ცვლის, რომ უფრო მისაღები იყოს, უფრო ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს დარღვევას არ წარმოადგენს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის ცვლი, რომელთაც ამუშავებენ ვაშლს უკვე დამატებით ხელოვნურად, ძირითადად საკვები გამოყენების არის და მისი გამოყენება არ არის აკრძალული, მაგრამ რეკომენდირებულია, როდესაც ვაშლს მივიტანთ სახლში, მირთმევამდე კარგად გავრეცხოთ და შემდეგ უკვე მივირთვათ. მეტი ასეთი ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი არხები და დაალაიქეთ ეს ვიდეო, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლების ტრენინგისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.